რომი სამყაროს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი იმპერია. იმპერია, სადაც ყველა და ყველაფერი მის დიდებას ემსახურებოდა. ძველი წელთაღრიცხვით მერვე საუკუნემდე რომი პატარა დასახლება იყო მდინარე ტიბრის სანაპიროზე. მანამ, სანამ 753 წელს ტროელმა ძმებმა რომულუსმა და რემმა აქ დიდი ქალაქი არ გააშენეს. ძალაუფლების წყურვილმა თავის იქნა და ძმებს უთანხმოება მოუვიდათ. რომულუსმა მოკლა რემუსი და ქალაქის მმართველი გახდა. ასე შემორჩა ლეგენდად ქცეული რომულუსის სახელი მსოფლიოს უძლეველ იმპერიას, რომს. ლეგენდის თანახმად მშობლებისგან მიტოვებული ჩვილი ძმები ტყეში ძუმგელმა იპოვა და თავისი რძით გამოკვება. ძუმგლის ქანდაკება, რომელშიც მგელი რომულუს და რემს კვებავს, დღეს რომის მთავარ სიმბოლოდ ითვლება. ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში ელინისტური ქალაქ-სახელმწიფოები დასუსტდა. დაიწყო რომის ბატონობის ხანა. რომაული კულტურის საფუძვლები ეტრუსკული ცივილიზაციიდან იწყება. ეტრუსკები აპენინის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ხალხები იყვნენ, მდიდარი კულტურით და ქალაქებით. რომის გაბატონებასთან ერთად ეტრუსკულმა ცივილიზაციამ დაცემა დაიწყო. ნელ-ნელა მოხდა მათი ასიმილაცია რომაელებთან და დროთა განმავლობაში გაქრა. რომაელებმა მათგან აიღეს რელიგიური წეს-ჩვეულებები, თაღოვანი სტრუქტურის და ურბანული განაშენიანების ტექნიკა. რა თქმა უნდა, დიდია ბერძნული ხელოვნების გავლენაც. რომაული მითოლოგია, ფილოსოფია და ხუროთმოძღვრება ბერძნული კულტურით იყო შთაგონებული. ანტიკური რომის კულტურას ორ ძირითად პერიოდად ყოფენ. რომის რესპუბლიკის ხელოვნება ძველი წელთაღრიცხვით მესამე-პირველი საუკუნეები და რომის იმპერიის ხელოვნება ძველი წელთაღრიცხვით პირველი, ახალი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნეები. რომის ხელოვნებაში წამყვანი როლი არქიტექტურას უკავია. მას მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკური მიზნები ჰქონდა. წარმოეჩინა იმპერიის დიდებულება. ბერძნებისგან განსხვავებით, რომაელები მეტ ყურადღებას უთმობდნენ საერო არქიტექტურას. იწყება გრანდიოზული მშენებლობები, იგება მონუმენტური მასშტაბის ნაგებობები. ამას განაპირობებს სამშენებლო ტექნიკის დახვეწა, კერძოდ კი რომაელთა ბრწყინვალე მიგნება, ბეტონი და თაღი. ბეტონის ფრაგმენტები მანამდელ ცივილიზაციებშიც არის აღმოჩენილი, მაგალითად ეგვიპტეში. მაგრამ რომაული ბეტონი სულ სხვა შესაძლებლობებს უხსნიდა ხუროთმოძღვრებს. ბეტონის შემკვრელად რომაელები ვულკანურ ფერფლს, პუცოლანს და პემზას იყენებდნენ. ამგვარად მასალა უფრო მსუბუქი და მტკიცე გახდა. ასეთი ბეტონი გაშრობამდე რბილი და დამყოლია. ასე შეიქმნა თაღი. თაღი ნახევარწრიული ფორმის კონსტრუქციაა, რომელიც შენობის ერთგვარ საყრდენს წარმოადგენს და კედლების შემაერთებლად გამოიყენება. სწორი გადახურვისგან განსხვავებით, თაღოვანი გადახურვის დროს სიმძიმის ძალა გვერდებზე გადადის და მეტ დატვირთვას უძლებს. თაღის წყალობით შესაძლებელი გახდა დიდი ინტერიერის მქონე, გუმბათოვანი და მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების აგება. რომაული არქიტექტურის სავიზიტო ბარათი ურბანული არქიტექტურაა, რაშიც რომაელებს ბადალი არ ჰყავდათ. ანტიკურ ხანაში იმპერიის ტერიტორიები ისე გაფართოვდა, რომ დაპყრობილი ტერიტორიების გასაკონტროლებლად აუცილებელი გახდა ლეგიონების სწრაფი გადაადგილება. ძველი წელთაღრიცხვით 312 წელს აპიუს კლავდიუსის მმართველობის დროს რომში პირველი სამხედრო გზა გაიყვანეს. იმპერატორის საპატივცემულოდ ამ გზას აპიების გზა უწოდეს. ეს გზა 580 კილომეტრის სიგრძეზე იყო გადაჭიმული და რომს იმპერიის სამხრეთ პროვინციებთან აკავშირებდა. აპიების გზას რომაელები ხშირად გზების დედოფალსაც უწოდებდნენ. მალე გზები გაიყვანეს იმპერიის სხვადასხვა მხარეში. საბოლოოდ ყველა ეს გზა დედაქალაქში მიდიოდა. აქედან მოდის ფრთიანი გამონათქვამიც, ყველა გზა რომში მიდის. ლეგიონერების გარდა ამ გზით გადაადგილებოდნენ ვაჭრები, ხელოსნები, მოხეტიალე მსახიობები და სხვები. გზის სიგანე დაახლოებით 4-5 მეტრი იყო. სავალი ნაწილი ქვიშანარევი ბეტონის და გრანიტის ფილებით იყო მოკირწყლული. გზის პირზე მოწყობილი იყო დასასვენებელი ტავერნები.
იმპერიის დიდების და ძლევამოსილების კიდევ ერთი დასტური რომაული აკვედუკებია. მათი მშენებლობა რესპუბლიკის პერიოდში დაიწყო. ეს იყო წყალგაყვანილობის სისტემა, რომელიც კილომეტრებზე იყო გადაჭიმული და იმპერიის ქალაქებს წყლით ამარაგებდა. ერთი შეხედვით ეს უბრალო თაღოვანი ხიდებია, მაგრამ მათ მხოლოდ ხიდის ფუნქცია როდი ჰქონდათ. ეს კარგად გათვლილი სისტემა იყო, თავისი წყალსატევებით და არხებით. თუ არხს მთა ხვდებოდა წინ, იგი სიღრმეში ითხრებოდა და შიგ თიხის მილებს აწყობდნენ. თუ ხევი იყო, ზედ თაღოვანი ხიდები იდებოდა, რომლის თავშიც დახურული არხი გადიოდა. აკვედუკებს ბუნებრივი დაქანება ჰქონდათ და წყალი თავისუფლად მირაკრაკებდა მილებში. ჩვენამდე მოღწეული აკვედუკებიდან გამორჩეულია გარდის ხიდი, ორწყებად განლაგებული რიტმული თაღედით, მოხდენილი პროპორციებით და ზემოთ გვირგვინივით ჩაციკციკებული მომცრო თაღედით. თაღოვანი ხიდები ჰარმონიულად ერწყმის გარემოს და რომაული პეიზაჟის უცილობელ ნაწილს წარმოადგენენ. ამ უნიკალური სისტემის წყალობით ქალაქის მაცხოვრებლებს ჰქონდათ სასმელი წყალი. ქალაქის ცენტრში მოწყობილი იყო შადრევნები და თერმები, მრავლად იყო აბანოები, წარჩინებულ რომაელთა საყვარელი ადგილი. ბეტონის საშუალებით რომში პირველად დაიგო მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, ეგრეთ წოდებული ინსულები. ეს იყო 3-4 სართულიანი ნაგებობა პატარ-პატარა ოთახებით და ბინებით. ქვედა სართულზე გასაქირავებელი დუქნები იყო განთავსებული. ზედა სართულზე ყველაზე დაბალი ფენის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ, ქვემოთ კი შედარებით მაღალი. უფრო დიდი და მდიდრული სახლები, ეგრეთ წოდებული ვილები, ერთსართულიანი იყო და ისინი უფრო პროვინციებში იყო გავრცელებული. ასე რომ, რომაული ქალაქები აღარ არის ციხესიმაგრეები და მის გარშემო ქაოტურად განლაგებული სახლები. ეს არის სწორად გათვლილი განაშენიანება, ქუჩები, მოედნები, ფორუმები და ყველა ის სიკეთეები, რაც საჭიროა ქალაქის მცხოვრებთათვის. თანამედროვე ქალაქის ურბანული განაშენიანება დღესაც რომაელთა მიერ შემუშავებულ სისტემაზეა დაფუძნებული. ქალაქ გეგმარების საუკეთესო ნიმუშია რომაული ფორუმი, ლათინურად მოედანი. ეს იყო საერო და საკულტო დანიშნულების ნაგებობებისგან შემდგარი არქიტექტურული ანსამბლი. აქ იდგა ტაძრები, რომლის წინაც რელიგიური რიტუალები ტარდებოდა. ეწყობოდა სახალხო შეკრებები. ხალხის წინაშე გამოდიოდნენ ორატორები, სახელმწიფო მმართველები, იმართებოდა ბაზრობები. ფორუმის არქიტექტურული სახე რესპუბლიკის პერიოდში ჩამოყალიბდა. ამ დროს გლადიატორთა ბრძოლებით სწორედ აქ იმართებოდა. თუმცა რესპუბლიკის დამხობის შემდეგ უკვე იმპერიულ რომში გლადიატორთა ბრძოლებისთვის დაიწყეს საგანგებო ამფითეატრების მშენებლობა. ამ პერიოდში რომაულმა ხუროთმოძღვრებამ არ ნახულ მასშტაბებს მიაღწია. იმპერატორები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გრანდიოზული, მონუმენტური ნაგებობების მშენებლობაში. ასე უკვდავყვეს თავიანთი სახელები დიდებულმა რომაელმა მმართველებმა, ოქტავიანე ავგუსტუსმა, ადრიანე კარაკალამ. ასე შევიდა ისტორიაში ტიტუს ფლავიუს ვესპასიანე, რომლის სახელსაც ატარებს ანტიკური რომის ყველაზე მშვენიერი ქმნილება კოლიზეუმი. ახალი წელთაღრიცხვით 72 წელს იმპერატორმა ვესპასიანემ უზარმაზარი ამფითეატრის მშენებლობა დაიწყო. ეს რომის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამშენებლო პროექტი იყო. კოლიზეუმის მშენებლობამ 8 წელი გასტანა და იგი ვესპასიანეს ვაჟმა, ტიტუსმა დაასრულა. შენობას ელიფსის ფორმა აქვს და თავის დროზე 50,000 მაყურებელს იდევდა. ხუროთმოძღვრებმა ნაგებობის კონსტრუქციაში ვულკანური ტუფი, ბეტონი და გამომწვარი აგური გამოიყენეს. ამფითეატრის შუაში არენა იყო, ხის იატაკით, რომელზეც ბრძოლის დროს ქვიშას ჰყრიდნენ. სცენის ქვეშ განლაგებული იყო ოთახები, ცხოველების გალიები და სათავსები. აქვე იყო წყალგაყვანილობის მილებიც. მათი საშუალებით არენა წყლით ივსებოდა და ეწყობოდა ეგრეთ წოდებული ნავმაქიები, წყალში ბრძოლები. არენას გარს ერტყა იარუსებად აღმართული მაყურებელთა დასაჯდომი ადგილები. შენობის ფასადი 4 ჰორიზონტალურ იარუსადაა დაყოფილი. ბეტონის და ქვის მძიმე იერს ამსუბუქებს რიტმული თაღედი,
რომელთა შორის ბერძნული ორდერის ნახევარსვეტებია ჩაშენებული. რომაული თაღი და ბერძნული ორდერული სისტემა ორგანულად ერწყმის ერთმანეთს და მონუმენტურ ფასადს დეკორატიულ ელფერს ძენს. შენობას აგვირგვინებს მეოთხე იარუსი. მონოლითური ქვის კედელი მომცრო სარკმლებით და კორინთული პილასტრებით. არც ერთი ელემენტი არ არის განცალკევებული. შენობის სილუეტი გამთლიანებულია თანაბარ ზომიერი, რიტმული თაღედით. თავის დროზე თაღებს შორის რომაელ იმპერატორთა ქანდაკებები მდგარა. რომის ფორუმის უცილობელი ნაწილი ტრიუმფალური თაღებია. დიახ, ისევ თაღი. თაღი, რომლითაც რომაელები ასე იწონებდნენ თავს. ტრიუმფალური თაღი მემორიალური ნაგებობა იყო, რომელსაც რომაელები თავიანთი იმპერატორების სამხედრო მიღწევების და გამარჯვებების უკვდავსაყოფად აგებდნენ. ბრძოლიდან დაბრუნებული იმპერატორი თავის ამალასთან ერთად თაღის ქვეშ გამოივლიდა. ხალხი კი ყიჟინით და ყვავილებით ეგებებოდა გამარჯვებულებს. მოკლედ ეს ერთგვარი ჰოლივუდური წითელი ხალიჩა იყო იმპერატორებისთვის. ტრიუმფალური თაღი სწორკუთხა ნაგებობაა, შუაში გამჭოლი კამაროვანი თაღით. ზოგიერთ თაღს ერთი მალა აქვს, ზოგს სამი. როგორც წესი, თაღები დამშვენებულია რელიეფებით, რომლებიც იმპერატორის ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებს მოგვითხრობს. ტიტუსის ტრიუმფალური თაღი აგებულია პირველ საუკუნეში, იმპერატორ ტიტუსის მიერ იერუსალიმის აღების აღსანიშნავად. მარმარილოს 20 მეტრის სიმაღლის ერთმალიანი თაღი მაღალ ცოკოლზეა შემდგარი. საყრდენ პილონებს ამშვენებს 4-4 მწყობრი ნახევარსვეტი. თავზე იონური და კორინთული სტილის შერწყმული კაპიტელებით. თაღის კამარა შემკულია კესონებით, გვერდითა კედლები კი დამშვენებულია რელიეფებით. ცალმხარეს იმპერატორს ხედავთ, რომელიც თავის 4 ცხენიან ეტლს მოაგელვებს. მეორე მხარეს კი რომაელი ლეგიონერები არიან გამოსახული, ხელში ნადავლით. ფიგურები ძლიერ ამოზნექილია, პოზები დინამიური და მოუხელთებელი. კომპოზიცია ისეა აგებული, თითქოს ლეგიონერთა მწყობრი ნაბიჯების ხმა გვესმის. ჩვენამდე მოაღწია რომაული მემორიალური ნაგებობის კიდევ ერთმა ნიმუშმა. ეს არის ტრაიანეს სვეტი. მონუმენტი მიეძღვნა ტრაიანეს გამარჯვებას დაკების ტომთან. 30 მეტრის მარმარილოს მონუმენტი მთლიანად დაფარულია რელიეფებით. ასობით ფიგურა, მოძრაობა, სისხლისღვრა, ცეცხლმოკიდებული ბრძოლის ველი, ყველაფერი ერთმანეთში არეულა. სცენების სწრაფად იცვლება, მიჯრით მიწყობილი ფიგურები თვალს წამით არასვენებს და თითქოს ყიჟინით მიგვიწყვება სვეტის თავისკენ. რომაული ფორუმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაგებობის ტიპი ღვთაებისადმი მიძღვნილი ტაძარი, ბაზილიკაა. რომაული ბაზილიკის სტრუქტურა ბერძნული ხუროთმოძღვრებითაა ნასაზრდოები და მთავარ დეკორატიულ ელემენტად კვლავ ბერძნული ორდერის სვეტები გვევლინება. ბაზილიკა სწორკუთხა ნაგებობაა. იგი მაღალ ცოკოლზეა შემდგარი, გარშემო სვეტებით და მთავარი შესასვლელის მხარეს საპარადე კიბეებით. გავრცელებული იყო ასევე მრგვალი ფორმის ტაძარი, როტონდა. ჩვენამდე შემორჩენილია რესპუბლიკის პერიოდში აგებული როტონდა, ცეცხლისა და ოჯახური კერის მფარველი ქალღმერთის, ვესტას ტაძარი. წრიული ფორმის ნაგებობათაგან განსაკუთრებულია რომის პანთეონი, პირველი გუმბათოვანი ნაგებობა არქიტექტურის ისტორიაში. ტაძარი სირიელმა ბერძენმა და იმ დროისთვის რომში სახელგანთქმულმა ხუროთმოძღვარმა აპოლოდორე დამასკელმა ააგო. ოდესღაც ამ ადგილას პანთეონი მდგარა, რომელიც ხანძარმა იმსხვერპლა. ამ ტაძრისგან მხოლოდ სვეტებიანი პორტიკიღა შემორჩა. ხუროთმოძღვარმა პორტიკი დატოვა და მას წრიული ფორმის როტონდა მიუშენა. შენობა გარედან პირქუში და უსახურია. მხოლოდ შესასვლელში მდგარი პორტიკი ამსუბუქებს მის მძიმე და ყრუ კედლებს. თუმცა სულ სხვა შთაბეჭდილება გვეუფლება შენობის შიგნით. ხუროთმოძღვარმა მთელი აქცენტი შენობის ინტერიერზე გადაიტანა. 43 მეტრის დიამეტრის გუმბათს 5 რიგად განლაგებული კესონები ამშვენებს. ისინი რიტმულად მიიწევენ მაღლა და წრიულ ღიობს, ოკულუსს უერთდებიან. გუმბათის და საყრდენი კედლების სიმაღლე ერთმანეთის ტოლია. გუმბათის დიამეტრი და სიმაღლეც ერთი ზომისაა.
ამგვარად ხუროთმოძღვარმა შექმნა ერთიანი, სიმეტრიულად გაწონასწორებული ჰარმონიული შიდა სივრცე, რომელიც ძლიერ ზემოქმედებს მნახველზე და მასში უწონობის შეგრძნებას იწვევს. მოგვიანებით სწორედ ამ ტაძარში ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი დიდმა იტალიელმა ფერმწერმა რაფაელ სანტიმ. არქიტექტურა მხოლოდ ნაწილია რომაული კულტურისა, რომელიც თავის თავში სხვადასხვა დარგებს და მიმართულებებს მოიცავს. ცნობილია რომაელთა უზადო მხატვრობის ნიჭი, რასაც ადასტურებს პომპეისა და ჰერკულანუმის ვილებში შემორჩენილი ფრესკები. რომაული ქანდაკება, ადამიანის პირველი პორტრეტული გამოსახულებები, საიდანაც დიდებული რომაელი იმპერატორები, სენატორები, წარჩინებული ქალბატონები გვიმზერენ. ვინ მოთვლის კიდევ რამდენი რამ შეიქმნა რომაული კულტურის წიაღში, ციფრები, კალენდარი, იურისპრუდენცია. მაგრამ რომაელთა შემოქმედებითი ნიჭი ყველაზე მეტად სწორედ ხუროთმოძღვრებაში წარმოდგინდა. ეს ძეგლები დღესაც იმ ძლევამოსილი მმართველების სახელს ატარებენ,